გამარჯობათ ხალხო, მოგესალმებით სულ ყველას. Კარჩე, ჩემი მცირე მოწიძებითი კომენტარი მინდა რომ გავაკეთო ერთ რაღაცაზე რა. ეხლა ხო დაიწყეს კრწანის სისტემ პარკში უკვე გაჩეხვა რაღაცეები ხო დაიწყეს ამათმა და გაიტანეს რა უკვე ეს ისინი რა ქვია, მთელი ტექნიკა შეყავთ და ანუ ესეთი რაღაცეები არის. რა არის, უყურებ რა და ამ ქვეყანაში არაბიზაციაც მოხდება, თურქეთიზაციაც მოხდება, რა ვიცი, პროტესტანტიზმიც მოხდება, რავი, ყველაფერი მოხდება რა ერთი სიტყვით, იმიტომ რომ როცა ადამიანები ერთმანეთს ხელს უშლიან თავისი პროტესტის გამოხატვაში, ვიღაცა იქნება პირობითად დავუშვათ ადამიანი, რომელიცაც არანაირი რაღაცა რელიგიური არ გააჩნია რელიგია დაუშვა და რავი, აი სულ რო ის იყოს, რა ქვია, აი რავი, ათეისტი არის რა და არ უნდა რა, რომ უბრალოდ რაღაცა აი უნდა რომ თავის ქვეყანაში ცხოვრობდნენ ქართველები მარტო და არ ცხოვრობდეს არაბი ის ვიღაცა ესეთ სხვადასხვა რჯულის ხალხი და ნუ აპროტესტებდეს რა ამ ამბავს და კონდეს გართულება თუნდაც აი არაბულ შემოდინებაზე, ინდურ შემოდინებაზე, აზიურ შემოდინებაზე კონდეს გართულება და რაღაცა, ნუ, პრობლემას ხედავდეს ამაში, გამოთქვამდეს იმ ეროვნული ჭრილში ლაპარაკობდეს, რავი, როგორც თვითონ მიაჩნია და რაც გარკვეულწილად სწორი არის, რომ რაღაცა დემოგრაფიულად გვერხევა, ასე არის, ისე არის და ვიღაცა გამოდის პიროვნება მერე შემდეგ და ეუბნება, რომ შენ არა ხარ ქრისტიანი, შენ ღმერთის არ გწამს და მაგაზე რატო ლაპარაკობ? მაგაზე შენ რატო ლაპარაკობ? შენ უფლება არ აქვს, რომ საერთოდ მაგაზე ილაპარაკო, იმიტომ რომ ხარ პოპულისტი და ამას შენ ხმას არ ამოგაღებინებ მაგ თემაზე, იმიტომ რომ მე შენ მაგაში პლუსებს არ ჩაგაწერინებინებ რა. ბიჭო, აქ ყველაფერი მოხდება რა. სანამ მასეთი ლოგიკით და სანამ მასეთი ერთმანეთის დაჭმით და ჭამით იქნება საქართველოში ქართველიერი დაკავებული, დედა ეტირება აქაურობას რა. დედა ეტირება. მიუხედავად იმისა, რომ ვიცით, რომ საქართველოში ცოტანი არიან საქართველოში ქართველები დარჩენილები, ვისაც ადარდებს ეს პრობლემა, პრეტენზია აქვს, ვისაც ამასთან დაკავშირებით პრეტენზია აქვს და კიდე რომ ერთი მეორეს რომ აუ და მე რო არაბებს ვაჩერებ და მე რო ვიცი არაბების გაჩერება და ეს პატრიარქის მაგინებელია, ეს იმის მაგინებელია, ეს ქრისტიანი არ არის, ეს ის არ არის. ეძეა, თქვენ თვითონ ახდენთ ამ ქვეყანაში იმის პოპულარიზაციას, რომ მალე მოხდეს ეს პროცესები და მე როდის შეიკრება იცი ქართული ხალხი, როცა უკვე გაუჩერებელი გახდება ეს მთლიანად მიგრაცია და რავი რა, როგორც საზღვარგარეთ ხდება, რა ვიცი, ლეწვა ქუჩაში მანქანების და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი მერე მოხდება უკვე, რომ ქართველები მიხვდებიან, რომ თურმე ერთიანობა არის საჭირო. მე ადრეც მაქვს ნათქვამი და ყოველთვის ვიმეორებ, მივემხრობი ყველა ადამიანს, რომელიც აი ამ პრობლემას უყურებს, მიგრაციის პრობლემას უყურებს, ესა ნაციონალი იქნება, არაბის იქნება, რა ქვია, რა ვიცი, ლიბერალი იქნება, ოცნების წარმომადგენელი იქნება, კონსერვატორი იქნება, რავი, არა ქრისტიანი იქნება თუ ვიღაცას პირობითად არ მოსწონდა რაღაცა პატრიარქი არ მოსწონდა თუ ვიღაცა არ მოსწონდა და ეს იქნება ეგრე არა გრძმებო სარჩევად საქმე ჩვენ საქართველოს სიტუაცია რომ ჩვენ ხალხი ფერებით ვარჩიოთ რა მე რა გვიანი იქნება და ეს მოხდება იმიტომ მოხდება რომ აუცილებლად მოხდება ქართველები ერთმანეთს ვკარგავთ ჩვენი ერთი იმითი რა ქვია ერთმანეთის გაუტანებით დავკარგავთ აუცილებლად დაიკარგება საქართველოში ყველაფერი დაიკარგება ყველაფერი აბსოლუტურად ყველაფერი და ეგ მოხდება აუცილებლად და აი ამის თქმა მინდოდა რა რომ რა ვიცი მე უკვე დიდად აი ყელში მაქვს რა მოსული რა იმიტომ რომ
აქ ხალხი ერთმანეთში ვერ გარკვეულა, ვის რა უნდა, ვის უნდა რომ მიიწეროს რაღაცა გავაკეთეთ, რაღაცა გადავაგვარეთ, რაღაცა გადავარჩინეთ, ყველას უნდა რომ მიიწეროს ეგ საკუთარ თავზე და სანამ ესენი გარკვევაში იქნებიან რაღაც პარტიები და ჯგუფებები და რაღაც ისინი რაღაცა ადამიანები ერთი მეორეში ამასობაში იზაშენდება, შევლენ კიდევაც ხალხი, იცხოვრებენ კიდევაც ხალხი, გამრავლდებიან კიდევაც ხალხი და გვიანი იქნება მე ყველაფერი და მე უკვე ნერვი აღარ მაქვს ამათ, ჯერ ჩამოყალიბდით ბიძია ერთი მეორეში ხალხი ვის რა როგორ და რანაირად და მე დაუძახეთ ხოლმე ხალხს რა კარგად იყავით